ყაზახი ვიზიტორები შეურაცხყოფელ ქცევას აწყდებიან საზღვარზე, კვების ობიექტებში, ბანკებში, ტრანსპორტში. ამის შესახებ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც 2024-2025 წლებში გახშირდა არაკორექტული მოპყრობა ყაზახი ტურისტებისადმი, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა მომსახურების სფეროში. ამასთანავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასაზღვრო პუნქტებზე მკვეთრად გაიზარდა იმ შემთხვევების რაოდენობა, როდესაც ყაზახეთის მოქალაქეები გაურკვეველი ან არაადეკვატური მიზეზით ვერ ახერხებენ ქვეყანაში შემოსვლას. რა პრობლემებს აწყდებიან ყაზახი ვიზიტორები საქართველოში? ანუკა ჯოხაძე ცდილობდა თემის დეტალების გარკვევას და შეფასებებით ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ანუკა, მოგესალმებით და გისმენთ. თუმცა ყაზახი მოქალაქეების დეპორტაციის ფაქტებზე ინტერნეტ სივრცესა და სოციალურ ქსელებში ბოლო პერიოდში გამოქვეყნდა სტატიები, სადაც ტურისტები საქართველოში მოგზაურობის არასასიამოვნო გამოცდილებაზე ყვებიან. ყაზახურ მედიაში გამოქვეყნებული სტატიებიდან ირკვევა, რომ განსაკუთრებით პრობლემატური საქართველოს სასაზღვრო პუნქტია, სადაც ყაზახი ვიზიტორების მისამართით არაკორექტული და შეურაცხყოფელი დამოკიდებულება აქვთ. მათი შეფასებით არის დეპორტაციის ფაქტებიც, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებელია. ვერც კი მოვასწარი აეროპორტიდან გამოსვლა, მაშინვე დეპორტი გამიკეთეს. თავდაპირველად მითხრეს, რომ მიზეზი უკან დასაბრუნებელი ბილეთის არ ქონა იყო, თუმცა საბუთებში მითითებულია, რომ თითქოს მე არ მქონდა საკმარისი თანხა საქართველოში მოგზაურობისთვის და მესაზღვრებს არასწორი ინფორმაცია მივაწოდე. გულწრფელად რომ გითხრათ, ამ დრომდე ვერ ხვდები, რატომ მოხდა ჩემი დეპორტაცია. როცა კონტროლს გავდიოდით, ერთ-ერთმა ქალბატონმა ვერ შეძლო სწრაფად ყაზახური ტენგედან თანხის დოლარში გადაკონვერტირება. მესაზღვრემ კი უყვირა, რამდენია დოლარში ეს თანხა, არ გეკითხები ყაზახურ ვალუტაშიო. ეს ძალიან დამამცირებელი იყო. რჩება შთაბეჭდილება, რომ მესაზღვრეები სიამოვნებას იღებდნენ ძალაუფლებით. მე ნამდვილად არ მინდოდა ამ ყველაფრის ნაწილი ყოფილიყავი. ამ ქვეყნისგან სხვა რამეს ველოდი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ქართველები სტუმართ მოყარე ხალხი იყო, თუმცა საზღვარზე მათმა დამოკიდებულებამ იმედები გამიცრუა. ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებაში ამბობენ, რომ ყაზახეთში საკითხთან მიმართებით აქტიური კამპანია დაწყებული, რომ საქართველოში ყაზახი ტურისტების მიმართ არამეგობრული დამოკიდებულება, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კავშირებს. გაერთიანების თავმჯდომარე ამბობს, რომ ყაზახეთის მოქალაქეების ტურისტული ნაკადი საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდია, მსგავსი ფაქტები კი ქვეყნის იმიჯს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, რასაც შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს. ხადია ჩვენ თანამშრომლობთ სახელმწიფო სხვადასხვა სტრუქტურებთან, სხვადასხვა მდგომარეობაში და ერთობლივად ჭრიდით გაუგებარ მდგომარეობებს და შემთხვევებს, თუმცა ეხლა ყაზახეთში დაწყებულია მედია კამპანია, ფაქტიურად ბევრი ბლოგერი ჩართულია და ძალიან ნეგატიური გამოხმაურება მოსდევს ასეთ ტიპის შემთხვევებს. და ჩვენ გვინდოდა, რომ საზოგადოება ჩაგვეყენებინეს საქმის კურსში, რომ არ შეიძლება ესეთი დამოკიდებულება იყოს ისეთ ტურისტულ, არც ეს ტურისტულ სეგმენტზე. ხადია ერთი ადამიანის რომ შემოდიოდეს კონკრეტული ქვეყნიდან, ჩვენ სტუმართ მასპინძლობითი ვიწონებთ თავს, ეგ ერთი ნაწილია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური კონტრიბუტორი ქვეყნის მოქალაქეებზე აგდებული და შეურაცხყოფელი დამოკიდებულება ყოველდღე არის მიუღებელი. რაც ფიქსირდება სამწუხაროდ და ძალიან ბევრი ფაქტი დაგროვდა. ბოლო პერიოდში, რომ საქართველოს საზღვარზე ყაზახ ვიზიტორებს პრობლემები ექმნებათ, ამას ადასტურებს ჩვენთან სასტუმრო ბორჯომი პალასის გაყიდვების ხელმძღვანელი. მისი თქმით, მათი სტუმრების ნაწილი ყაზახეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც წინასწარ უკავშირდებიან ბოლო პერიოდში სასტუმროს და არსებული პრობლემების ფონზე სთხოვენ ოფიციალურ დასტურს იმასთან დაკავშირებით, რომ სასტუმროში ჯავშანი ნამდვილად აქვთ. ძალიან ხშირი არ არის ეს მოთხოვნა, მაგრამ ერთი რამოდენიმე იყო, რომ მკითხეს, რომ რა პრობლემა თუ არ არის საზღვარზე და ასე შემდეგ. ყაზახებს არასდროს პრობლემა არ ქონდათ, არც ვიზა უნდათ, არც არაფერი, რომ შემოვიდნენ საქართველოში. და მკითხეს ეს კონფორმაცია, რომ პრობლემა არ იქონდეს საზღვარზე, რომ აქვს ჯავშანი და ასე შემდეგ. 3 კვირის წინ იყო, რომ ახალგაზრდა გოგო იყო, მე თავის ეს რაღაცა ინტერვიუ იყო ყაზახეთში, რომ ძალიან უხეშად გამელაპარაკეს და ასე შემდეგ. არ მეგონა, რომ საქართველოში ეგ რაღაცები ხდება. აი ეს გასი კონტექსტი იყო. და დააბრუნეს უკან. არ შეუშვეს ქვეყანაში.
ყაზახი ტურისტების პრობლემებზე ინფორმაციის გავრცელება სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქართულ კომპანიებთან ერთად ყაზახეთში მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაში იღებს მონაწილეობას. ადმინისტრაციამ დღეს ინფორმაცია გავრცელეს და საუბარია, რომ ყაზახ ტურისტებს საქართველოში მოგზაურობა უყვართ. არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით კი ადმინისტრაციას ჯერჯერობით განცხადება არ გავრცელებია. მადლობა ანუკა ჯოხოძე იყო, რომელმაც გაგვაცნო ყაზახი ვიზიტორების პრობლემები საქართველოში.